ყველა ის ადამიანი, რომელმაც უკვე განიცდა ქართული ოცნების რეპრესიული კანონი საკუთარ თავზე, ისევ რუსთაველის გამზირზე არიან, მიუხედავად იმისა, რომ აქ მყოფი ადამიანები პოტენციურად ითვლებიან ადმინისტრაციულ სამართალდამღოვებად, ამის მიუხედავად არიან ისევ ქვეყნის მთავარ გამზირზე, რადგან ამბობენ და თანხმდებიან იმაზე, რომ ქუჩის პროტესტი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, მიუხედავად იმისა, რომ ახალი კანონი რამდენიმე დღეა უკვე ამოქმედდა, ამის მიუხედავად მოქალაქეებს არ ეშინიათ არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ ამოქმედებული კანონ პროექტის, რომლის მეშვეობითაც აქ დგომა, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, ადმინისტრაციული სამართალდამღობა, რაც 15 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს. მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული, თუმცა გუშინდელისგან განსხვავებით დღეს აქ პოლიციელები არ გამოჩენილან და აქციის მონაწილეებისთვის არ მოუწოდებიათ, რომ დაეტოვებინათ მიმდებარე ტერიტორია. შეგვიძლია გავესაუბროთ აქციის მონაწილეებს, რომლებიც ახლა რუსთაველის გამზირზე არიან, პოლიციელების მობილიზებას ვხედავთ მიმდებარე ტერიტორიაზე და თქვენც ახლა ითვლებით ადმინისტრაციულ სამართალდამღობად, რადგან კანონი, რომელიც არალეგიტიმურმა პარლამენტის წევრებმა მიიღეს, ზღუდავს აქ დგომას და 15 დღიან პატიმრობას ითვალისწინებს, თუმცა მაინც აქ ხართ. რა არის თქვენი მთავარი მიზეზი, რის გამოც აქ ხართ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება დაგაკავოთ? მიზეზი არის პროტესტი. პროტესტი ყველაფერი იმის მიმართ, რაც ხდება ეგრეთ წოდებული კანონის ჩარჩოებში თითქოს. ჩვენ ვართ კონსტიტუციის დამცველები, აქ სიმართლე გითხრათ, 21 მუხლი, რომელიც კარგად თუ წაიკითხავენ კონსტიტუციაში, გვაძლევს იმის უფლებას, რომ გამოვხატოთ საზოგადოდ ჩვენი თვალსაზრისი. ყოველგვარი შეიარაღების გარეშე ვართ მოსულები, გაღიმებულები თავისუფლად, ევროკავშირის დროშაში ჩაბნეული საქართველოს დროშით გამოვხატავთ ჩვენს დამოკიდებულებას, იმ დამოკიდებულებას, რომელიც დაგვიტოვეს ჩვენმა წინაპრებმა საუკუნეების წინ, გადმოგცეს და ჩვენ ვალდებულები ვართ დავიცვათ. 78 მუხლიც გავიხსენოთ კონსტიტუციის, ხომ რეალურად გადაგვახიეს თავზე. ის ინტეგრაცია, რაც ჩაიწერა კონსტიტუციაში, ასე პარტიული ინტერესების გამო არ უნდა შეიცვალოს. ამას ვაპროტესტებთ და სულ არ ვთვლი, რომ კანონდარღვევი ვარ. ასე რომ თავისუფლება პოლიტპატიმრებს, ტყვეებს და საქართველოს მომავალი ევროპული უნდა იყოს აუცილებლად. დიდი მადლობა. რუსთაველის გამზირზე ისევ ისმის მთავარი სლოგანი თავისუფლება რეჟიმის მტყვეებს და ცეცხლი ოლიგარქიას, რომელიც როგორც ჩანს დეპუტატებს ყველაზე მეტად აღიზიანებთ, რადგან დღეს მთელი დღის განმავლობაში ქართული ოცნების წარმომადგენლები ცდილობენ აქციის მონაწილეების გასჩავებას. კიდევ ერთ აქციის მონაწილე შეგვიძლია გავესაუბროთ. გიორგი, პირველ რიგში მინდა კითხო, ქართული ოცნების დეპუტატებმა ახალი კამპანია დაიწყეს თქვენ წინააღმდეგ და ამბობენ, რომ ხართ დახელფასებულები და აქ დასავლეთის მიერ დაფინანსებული ფულით დგახართ. როგორია თქვენი პასუხი დღეს ხელისუფლების მისამართით და თუ ელოდებით, რომ დღეს შესაძლოა, რომ აღასრულონ კანონი, რომლის მეშვეობითაც 15 დღიან პატიმრობაში გაგიშვებენ? ხო, ნუ ქართული ოცნება არა მარტო ეხლა, რა ვიცი, რაც ესე თქვა, მათ წინააღმდეგ პროტესტი აქტიურ ფაზაში გადავიდა ბოლო წლებია, ერთ და იგივე მეთოდს იყენებს ჩვენ წინააღმდეგ, რომ ჩვენ თითქოს ვიღაცა ესე თქვა, რაღაცა ფულს ვიხდის, რომ ეს პროტესტი გავმართოთ. რაც არის სრული აბსურდი, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომელთაც ქვეყნის სიყვარულისთვის ესე თქვა, ფულის აღება არ სჭირდებათ. რეალურად ქვეყნის სიყვარული და საკუთარი მომავლისთვის ვაკეთებთ ამას. რაც შეეხება ეხლა ახალ რეპრესიულ კანონს, რომელიც გულისხმობს, რომ საფეხმავლო ბილიკზე დგომა არ შეიძლება, აი გუშინ მაგალითად 9:25 წუთი იყო, როდესაც მოგვიწოდეს, რომ 15 წუთში უნდა დავშლიყავით, მაგრამ აი დღეს იგივე დროა, საღამოა, ისევ 9 საათი ხდება და ჯერ კანონის აღსრულება არ მოხდა, იგივე წინა დღესაც. მათივე კანონში თვითონვე აიხლარდნენ, იმიტომ რომ საზოგადოება და მეც მათ შორის არ ვემორჩილები და რა ვიცი, ითვალონ და უყურონ საათს. დიდი მადლობა აქციის მონაწილეებმა. თქვენ ხედავთ, რომ აქ მე როგორც ხედავ ბიძინა ივანიშვილისა და პუტინის გამოსახულებით ფოტოსურათი დაწვეს, აქ ეწერა არა რუსულ კანონს და ცეცხლი ოლიგარქიას. ესეთია ვითარება რუსთაველის გამზირზე. ჩვენ ველოდებით თუ როგორი იქნება დღეს გელაგელაძის უწყების თანამშრომლების გადაწყვეტილება, დააკავებენ თუ არა იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა რუსთაველის გამზირზე იმყოფებიან, რადგან კანონი არის უკვე ამოქმედებული, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ განცხადება ოფიციალურად შინაგან საქმეთა სამინისტროში აქციის მონაწილეებს დაწერილი აქვს აქციის გამართვასთან დაკავშირებით. რუსთაველზე ისევ პროტესტია, ირაკლი ბახტაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.